რამდენი ვართ? ამ კითხვაზე პასუხს ივნისში გავიგებთ. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაასრულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გადამზადებულმა აღწერებამ მოსახლეობა კარდაკარის პრინციპით გამოკითხეს, პარალელურად კი მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა თვითრეგისტრაციის მეთოდით ესარგებლა, როგორც ჩაიარა აღწერამ, რა გამოწვევები იყო მოსახლეობის გამოკითხვის პროცესში და რა პროცედურაა საჭირო მონაცემების დამუშავებისთვის. სტუმართან საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან გოგიტა თოდრაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ იმით, როგორ ჩაიარა აღწერამ, თქვენ მოგიწიათ გარკვეულად დროის გახანგრძლივება, რა იყო ამის მიზეზი და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აღწერის პროცესმა მაქსიმალურად მოიცვა საქართველოს მოქალაქეები. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 14 ნოემბრიდან მიმდინარეობდა ქვეყანაში მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა, რომელიც პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში ჩატარდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ მონაცემები შევაგროვეთ თვითრეგისტრაციის მეთოდით, ანუ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა შესულიყო ჩვენს ვებგვერდზე და ჩვენგან დამოუკიდებლად შეეცვალა ელექტრონული კითხვარი, ხოლო მას შემდეგ ჩვენ უკვე 21 დღის განმავლობაში დაგეგმილი ჰქონდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, ანუ პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით კარდაკარის პრინციპით მონაცემების შეგროვება. თუმცა, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, გამომდინარე იქედან, რომ ზოგიერთ დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ საქსტატის წარმომადგენელს და ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონში, ასე ვთქვათ, იყო იმ პერიოდში რთული მეტეოროლოგიური პირობები და გაუარესებული იყო ამინდი, ამიტომ ჩვენ გავახანგრძლივეთ ეს პროცესი რამდენიმე კვირით. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ აღწერა შედგა, ჩვენ ამ ეტაპზე მონაცემთა შეგროვების ერთი ეტაპიდან გადავინაცვლეთ უკვე მეორე ეტაპზე, რომელსაც მონაცემთა დამუშავება ჰქვია და შესაბამისად სამუშაოების 99.7% დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებულია და რამდენიმე თვეში, როგორც ახსენეთ, ივნისში უკვე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მონაცემები გამოვაქვეყნოთ. არიან თუ არა ისეთი მოქალაქეები, ვისთანაც ვერ მივიდა თქვენი თანამშრომელი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში რა ხდება? როგორ ხდება დაუშვათ დაზუსტება მონაცემების, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ არ გააღო კარი, ვიღაცა არ იყო სახლში, თუნდაც რამდენჯერმე მისვლის შემდგომ, აი ასეთ სიტუაციაში როგორი პროცედურაა? ბუნებრივია, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებმაც უარი განაცხადეს აღწერაში მონაწილეობაზე, არიან ადამიანები, რომლებიც აღწერის მიღმა პირველ ეტაპზე არიან დარჩენილები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აღწერის მიღმა დარჩებიან საბოლოო ჯამში. რატომ? იმიტომ რომ აღწერა ითვალისწინებს არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას თვითრეგისტრაციის და კარდაკარის პრინციპით, არამედ ნებისმიერი ალტერნატიულ წყაროდან მიღებული ინფორმაცია იქნება თავმოყრილი აღწერის მთლიან მონაცემთა ბაზაში. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მეზობლიდან, ამხანაგობის თავმჯდომარედან მიღებული ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. საბოლოო ჯამში უკვე ჩვენ ამ ეტაპზე ვართ, ასევე რამდენიმე რესპონდენტთან, რამდენიმე ათეულ რესპონდენტთან შეიძლება განმეორებითი ვიზიტის საჭიროებაც კი გახდეს, გამომდინარე იქედან, რომ მონაცემთა ხარისხი გავაუმჯობესოთ და მოცვის უზრუნველყოფა მოხდეს და აქედან გამომდინარე აღწერის მიღმა არც ერთი ადამიანი ჩვენთან ვინც ცხოვრობს მუდმივად თუ იმყოფება სახეზე არ დარჩება და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ის 6 თვიანი პერიოდი, რომელიც წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე გვაშორებს და ასევე 2026 წლის ივნისში ჩვენ უკვე ცალკეული სოფლის, ქალაქის და უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულის დონეზე სხვადასხვა სახის დისაგრეგირებულ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ. ძირითადად რას მოიცავს ეს ინფორმაცია გარდა აღწერისა, მოკლედ ჩამონათვალი უკვე გააკეთეთ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ რომ უთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, რა ტიპის ინფორმაცია შეიცავს თქვენ მიერ ჩატარებული აი აღწერის პროცესი და შესაბამისად ეს ინფორმაცია სანდოობის თვალსაზრისით რამდენად შეიძლება იყოს სანდო აი პრობლემების გათვალისწინებით, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ?
დავიწყებ იმით, რომ ეს აბსოლუტურად სანდო და მაღალი ხარისხის ინფორმაცია იყო, რაც ვახსენე, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ახასიათებს არა მხოლოდ აღწერას, არამედ ნებისმიერი სახის სტატისტიკურ გამოკვლევას, მაგრამ ეს გახლავთ მართვადი, ჩვენ გვაქვს ასევე წვდომა, როგორც გითხარით, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა ბაზებზე, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ სტატისტიკური მიზნით უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ კიდეც ამ თვალსაზრისით და რაც შეეხება იმ ინფორმაციას თუ რა შედეგები იქნება ხელმისაწვდომი აღწერის საფუძველზე, ეს იქნება უპირველეს ყოვლისა ინფორმაცია მოქალაქეობის, ეროვნების, ენების ფლობის, განათლების დონის, ოჯახური მდგომარეობის, შვილიანობის, ასევე ეკონომიკური აქტივობის და დასაქმების სტატუსის, ასევე აღწერის შედეგად ჩვენ საბინაო ფონდის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გვაქვს, მაგალითად რომელ წელს აშენდა სახლი, რამდენი ოთახისგან შედგება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის სასოფლო-სამეურნეო აქტივობას ახორციელებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სხვადასხვა სოფელში მცხოვრები მოქალაქეები. მაგალითად, რამდენია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის სულადობა, ფუტკრის ოჯახების რაოდენობა, ვაზის ჯიშთა რაოდენობა, მათი კატეგორიზაცია და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია აღწერის პროცესში, რომელთან მიმართებაშიც ჯერ კიდევ აღწერამდე იყო გარკვეულწილად პოლიტიკური სპეკულაციები, განცხადებები და ასე შემდგომ. ამ საკითხთან მიმართებაში კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რეალურად ვის აღწერას ახორციელებდა თქვენი სამსახური? ამას ძალიან მარტივ მიზეზს გამოვკითხულობ, იმიტომ რომ იყო საუბარი რომ საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებთან მიმართებაში რეალურად რა ხდება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ეს ინფორმაცია არ ვიცით, რამდენია როგორ არის. მაგალითად მოქალაქე რომელიც არის წასული რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ რა პერიოდი არის ეს, ანუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა რომ თქვენ ინტერესისაგანი გამხდარიყო, ან არ გამხდარიყო და ასეთ შემთხვევაში ამ მონაცემებს რამდენად აქვთ სრულყოფილების და კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანდოობის უფლება. ზოგადად საერთაშორისო რეკომენდაციების, ანუ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტანდარტების და მეთოდოლოგიის შესაბამისად, აღწერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის განსაზღვრა. მუდმივად ცხოვრებად ითვლება პირი, რომელიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს მოცემულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ემიგრაციაში 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში მყოფი პირები აღწერას არ ექვემდებარებიან, ისინი იმ ქვეყნის აღწერაში ჩაერთვებიან, რომელსაც სადაც ცხოვრობენ ისინი მუდმივად, თუმცა საქართველოს მოქალაქეების გარდა ქვეყანაში დროებით მცხოვრები პირების აღწერაც ხდება. მოსახლეობის აღწერის შედეგად ჩვენ მოსახლეობის რამდენიმე კატეგორიის განსაზღვრის შესაძლებლობა გვაქვს. ეს არის მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, სახეზე მყოფი მოსახლეობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დაგეგმვის და გადაწყვეტილების მისაღებად, დროებით მყოფი და დროებით არ მყოფი მოსახლეობა. მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, მაგალითად, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა არის მოსახლეობას გამოკლებული დროებით არ მყოფები და დამატებული დროებით მყოფები. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს, როდესაც ამ მონაცემების დამუშავებაზე საუბარი აღწერის პროცესშიც, მე როდესაც მე და თქვენ საუბრობდით, მაშინაც ვიკითხე და ეხლა კიდევ სხვა კუთხით ვკითხულობ. თქვენი თანამშრომლების, თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანების კვალიფიკაცია რამდენად სანდოა შევსების კუთხით და მე უკვე დამუშავების პროცესში რეალურად იმისთვის რომ ჩვენ ნამდვილად ვენდოთ ამ მონაცემებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ დაამუშავებს, ხო? რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადამიანები, ვინც ამის დამუშავებას ახდენენ, არიან ისეთი კვალიფიკაციის მქონე, რომ ამ მიმართულებით ყველაზე ჩასაფრებულ ადამიანსაც არ ექნება კითხვა. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა. რაც შეეხება საველე პერსონალს, დაახლოებით 12000 ინტერვიუერი მუშაობდა ამ თვალსაზრისით, ჩვენ მათ შესარჩევად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმე თვიანი სამუშაო გავწიეთ. გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა შერჩევის სელექციის პროცესი და მათ შემდეგ დაახლოებით რამდენიმე დღიანი შერჩევის შემდეგ რამდენიმე დღიანი კვალიფიციური ტრენინგი უტარდებოდა.
თუმცა გარკვეული გარემოებების გამო ჩვენ ინტენსიური ტრენინგების საჭიროებაც ასე ვთქვათ დაგვჭირდა, ანუ მოკლე ვადიანი ტრენინგებიც ჩავატარეთ რამდენიმე ათეული ადამიანისთვის, ეს ძირითადად თბილისში და ბათუმში დადგა ამის საჭიროება. რაც შეეხება მონაცემთა დამუშავებას, ამას უკვე საქსტატის მუდმივი თანამშრომლები განახორციელებენ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი და გამოყენებული მექანიზმი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და საერთაშორისო აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკასთან. ჩვენ ღია ვიქნებით ამ თვალსაზრისით და გავცემთ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს, რაც იქნება მომხმარებლისთვის საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ამჯერად უკვე იმ ადამიანებს, ვინც ეს მონაცემები და დაამუშავონ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვთ მათ გასაკეთებელი, რადგან ამ მონაცემებზე დაყრდნობით ძალიან ბევრი რამის, ბევრ საკითხზე შეგვეძლება გარკვეული ინფორმაციის მიღება და გარკვეული დასკვნების გაკეთება. გოგიტა თოდრაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.